ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი ნოდარ ტაბიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 სექტემბერს გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გაიმართა, სადაც საზოგადოებამ მის ხსოვნას პატივი მიაგო. ნოდარ ტაბიძე ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. მინდა ჩემი სამძიმარე გამოხატო ჩვენი საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების მიმართ. ნოდარ ტაბიძე იყო ერთ-ერთი უბრწყინვალესი საზოგადო მოღვაწე, ბრწყინვალე პუბლიცისტი, გალაქტიონ ტაბიძის უბადლო მკვლევარი და მისი შთაგონების გამგრძელებელი. მას უდიდესი როლი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის, კონკრეტულად ეროვნული ჟურნალისტიკის განვითარებაში. მისი ღვაწლი შეუდარებელია და მე ვფიქრობ, განსაკუთრებით საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა უნდა დაუფასოთ მისი შემოქმედება. ძალიან დიდი დანაკლისია ბატონი ნოდარის წასვლა. აღესრულა ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა ძალიან მომავალი თაობის აღზრდისთვის, ჟურნალისტთა თაობების აღზრდისთვის, გალაქტიონის შემოქმედების, გალაქტიონის ხსოვნის უკდავყოფისთვის. ძალიან მრავლის მცოდნე იყო, მრავლის გადამცემი იყო ახალგაზრდობისთვის, საყვარელი ლექტორი იყო, საყვარელი დეკანი იყო წლების მანძილზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის უნივერსიტეტში და მოყოლებული სტუდენტობიდან მე მახსოვს ჩემი თაობა როგორი სიყვარული და მოწიწებით იყო მის მიმართ ყოველთვის და ეს მოწიწება და სიყვარული შეინარჩუნა დღემდე. ნოდარი ჩემი აზრით პირველ რიგში იყო დიდი მემატიანე. მრავალ წიგნთა შორის, რომელიც დიდ გალაქტიონზე არის შექმნილი, ნოდარ ტაბიძის წიგნი არის ერთ-ერთი საუკეთესო. იმიტომ რომ ბატონი ნოდარი იყო თანამონაწილე აი იმ პროცესებისა, რომელშიც ბიძამისი დიდი გალაქტიონი იყო ჩართული. სამწუხარო ის არის, რომ მიდის კაცი, რომელმაც უზარმაზარი ეპოქა შექმნა. გაზარდა უნიჭიერესი ჟურნალისტები, უნიჭიერესი მწერლები და ამავე დროს იყო უაღრესად ყურადღებიანი, მოსიყვარული ადამიანი. აი ნოდარ ტაბიძესთან ურთიერთობა ეს იყო ერთი დიდი სკოლის გავლა. ძალიან სამწუხარო დღე არის დღეს. წავიდა კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი ქართული ჟურნალისტიკის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბატონი ნოდარ, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არის უამრავი თაობის გამზრდელი, აღზრდელი, არის ბევრი წიგნის პუბლიკაციის ავტორი და ძალიან სამწუხარო და საწყენია, რომ ესეთი ბუმბერაზი ადამიანები გთხოვებენ. ბატონი ნოდარი იყო ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დიდი ტაბიძის პირდაპირ შთამომავალი და რა ვიცი, თითეული ჩვენგანის უფროსი მეგობარი და მასწავლებელი და რა ვიცი, ეს არის არა მარტო ჩვენი წუხარება, ეს არის მთლიანად ქვეყნის დანაკარგი და ღმერთმა აცხონოს და სასופველი დაუმკვიდროს. სამწუხაროა ის, რომ ვასაფლავებთ ისეთ კაცს, რომლის წასული გამოწვეულ სიცარიელეს მე არ ვიცი თუ რამე შეგვიძლია. ეს იყო დიდი ადამიანი, დიდი კაცი, დიდი გალაქტიონის გამოზრდილი. იყო იქ, ჰქონდა ის დიდი ბედნიერება, რასაც დიდი გალაქტიონი თავის ლექსში ახსენებს, კოსმიური მუსიკის ხმები ესმოდა კაცს. ძალიან რომ მოდიოდა ხოლმე ბატონი ნოდარი, შემოვიდოდა ხოლმე მე-6 კორპუსში, უკვე რაღაც კედლები თითქოს ხვანაირად სუნთქავდნენ, რაღაც ხვანაირად გრძნობდნენ. ერთმა ქნას რომ ის წიგნები, რომელიც ბატონ ნოდარს აქვს გამოცემული, ეს არის სახელმძღვანელოების სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და დარჩა კიდევ ბევრი რამ გამოუცემელი და შეგვაძლებინოს ყველას რომ დავდგეთ ოჯახის გვერდით და იმ წიგნებსაც ვაღირსოთ მზის სინათლე, რომლის გამოცემაც ბატონმა ნოდარმა ვერ მოასწრო. ეს ნამდვილად მთელი საქართველო დამწუხრებულია, მეგობრებო. წავიდა ჩვენგან უდიდესი პიროვნება, როგორც ლიტერატორი, მეცნიერი, პროფესორი, მრავალი სტუდენტების ამღრდელი, უდიდესი პიროვნება, ხელოვნების დამფასებელი. მე მასთან მუშაობდი 5 წელი და ერთად ვიყავით გალაქტიონზე რო შევქენი მე პლანეტარიუმის თემა. ჩვენ ან მასთან სახში ვჯელობდით ამ საკითხზე, ან ჩემთან.
მაგის ავადმყოფობა როგორც გავიგე და რო ჩაწვა, მე მარტო გავხდი. დავუბრდიო თითქოს. და დღეს ასე მწუხარებით, ყველა მეთხოვებით და აქ იგრძნობა რომ როგორ უყვარს ერთს ნოდარ ტაბიძე. ეს იყო ჩვენი აი როგორ გითხრა საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი, უსწმინდესი პიროვნება. ეს არის საერთო ჩვენი დიდი ტკივილი ტაბიძეების და კერძოდ გალაქტიონ ტაბიძეების დიდებული გვარისაა წარმომადგენლის და მე ვიტყოდი იმას რომ ბატონი ნოდარი პროფესორი უდიდესი პიროვნება, უსაყვარლესი პიროვნება, უსაყვარლესი მოქალაქე საქართველოს დაგვაკლდა და რადგან ტაბიძე ვახსენებენ, მე მახსოვს გალაქტიონ ტაბიძის იუბილეზე მისი აი ეს ერთგულება, მისი ეს დიდი ყურადღება ყველას მიმართ, ვინც კი ჩავიდა ჭყვიში 120 წლის იუბილეზე ვიყავით რამდენიმე წლის ჩვენ გალაქტიონისა ვანში ჭყვიში და ესე იგი ყველაზე მაინც მნიშვნელოვანია მისი შემოქმედება, რომელმაც გააგრძელა თავისი ბიძების უფროსწორად გალაქტიონის და ტიციანისა აი ეს შემოქმედება თავისი ნიჭიერებით, თავისი ესეთი ქართული მწერლობის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი იყო პროფესორი და მე ბევრს უკვე აღარ ვიტყვი რამე თუ აი ეს ტკივილი პირველ რიგში ეს დიდი ტკივილი ჩვენი საერთო ტკივილი მინდა მთელ საქართველოს გაუზიარო. ნამდვილად ვიცი რომ იყო განსაკუთრებული თავისი აზროვნებით ძალიან გავდა მის ბიძას გალაქტიონის ურთიერთობის ხელოვნებით გამოჩენილი და გამოჩინებული ძალიან დიდი იყო და ძალიან დიდი სიცარიელე დაგვიტოვა. ბატონ ნოდარის სიკვდილი ყველა ნორმალური ქართველისათვის შემაძრწუნებელია. არ არის ზედმეტი ეს სიტყვა. იმიტომ რომ ის მოუკვდა თავის მრავალრიცხოვან მოწაფეებს. ის მოუკვდა სრულიად საქართველოს. აი ცეცხლმოდებულ ეპოქაში მისი გამოჩენა კიდევ სხვა სიყვარულს და სიმშვიდეს იწვევდა ხოლმე. აი ეს იმედიც თითქოს რაღაცნაირად ჩაქრა. ბევრს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ სევდა უფრო მეძალება ვიდრე სათქმელი.